გამარჯობა მეგობრებო. დღეს მინდა გიამბოთ ერთი ძალიან ძველი ამბავი. ეს არის ამბავი დიდ მოგზაურობაზე, გამბედაობაზე და საოცარ თავგადასავალზე. მზად ხართ? აბა, ერთი წამით დაფიქრდით. ოდესმე მოგწევიათ საყვარელი ნივთის ან მეგობრის დატოვება? ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ გიწევთ არა უბრალოდ სათამაშოების, არამედ მთელი თქვენი სახლის, ოჯახის და ყველაფრის დატოვება, რაც კი გიყვართ. და წასვლა სადღაც, სრულიად უცნობ ადგილას. ცოტა საშიშად ჟღერს, არა? ხო და ჩვენი ამბის გმირი ზუსტად ასეთი დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. იმ დროს, წარმოიდგინეთ, სამყარო ცოტა არეული იყო. ადამიანები ხშირად ჩხუბობდნენ, ერთმანეთს გულს კენდნენ და სიკეთე თითქოს დაავიწყდათ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ღმერთს ძალიან სწყინდა. და აი, სწორედ ამ დროს, ერთ დიდი და ხმაურიან ქალაქში, რომელსაც ური ერქვა, ცხოვრობდა კაცის სახელად აბრამი. მას ჰყავდა უზარმაზარი ოჯახი, ბევრი ნათესავი და მეგობარი. მაშინ ხალხი ასე ერთად ცხოვრობდა, რადგან ერთმანეთს ეხმარებოდნენ და იცავდნენ. და ერთ დღესაც მოხდა რაღაც სრულიად დაუჯერებელი. აბრამს თვითონ ღმერთი დაელაპარაკა. წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ეს? ღმერთმა აბრამს უთხრა: „დაატოვე შენი სახლი, შენი ოჯახი, შენი ქვეყანა და წადი იქ, სადაც მე გეტყვი." ყველაზე უცნაური ის იყო, რომ აბრამმა მაშინ ღმერთზე ჯერ კიდევ ბევრი არაფერი იცოდა. ეს იყო მისი რწმენის პირველი უდიდესი გამოცდა. აბა, რა სისამდით თქვენ? აბრამი ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგა. ეს ისეთი გადაწყვეტილება იყო, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა. მოდით ვნახოთ. ერთი მხრივ, მას შეეძლო დარჩენილიყო თავის დიდ და მოსიყვარულე ოჯახთან, სადაც ყველაფერი იცოდა და თავს უსაფრთხო გრძნობდა. მეორე მხრივ კი, უნდა ნდობოდა ღმერთის ხმას და წასულიყო სრულიად უცნობ, შეიძლება ითქვას ცოტა საშიშ თავგადასავალში. და მან გადაწყვიტა, აბრამმა აირჩია ნდობა. აი სწორედ ეს არის რწმენა, როცა ენდობი მაშინაც კი, როცა ბოლომდე არ იცით წინ რა გელის. ეს მართლაც წარმოუდგენლად გაბედული ნაბიჯი იყო. კარგი, გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა კი ვნახოთ, როგორ დაიწყო ეს დაუვიწყარი მოგზაურობა, რომელიც მხოლოდ ერთ რამეზე, ნდობაზე იყო დაფუძნებული. აბრამმა და მისმა მეუღლემ, სარაიმ, რომელსაც მოგვიანებით სარა დაერქმება, დაიწყეს მზადება. მათ შეკრიბეს ყველაფერი, რაც კი გააჩნდათ, თავიანთი კარვები, პირუტყვი, ნივთები და გზას დაადგნენ. ალბათ ყველაზე ძნელი მაინც დამშვიდობება იყო. წარმოიდგინეთ, როგორ ემშვიდობებიან ისინი ყველას, ვინც უყვართ, ისე რომ არც კი იციან ოდესმე კიდევ ნახავენ თუ არა, ამას ნამდვილად დიდი სიმამაცე სჭირდებოდა. და იცით რა არის ყველაზე გასაოცარი? მათ არ ჰქონდათ რუკა, არც კომპასი. მათ არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ. მათ ჰქონდათ მხოლოდ ერთი რამ, ღმერთის დაპირება, რომ ის თავად გაუძღვებოდა. ისინი უბრალოდ მიდიოდნენ წინ, რწმენით. და აი სწორედ ამ უდიდესი ნდობისა და სიმამაცისთვის ღმერთმა აბრამს სამი წარმოუდგენელი რამ აღუთქვა. დიახ. არა ერთი ან ორი, არამედ მთელი სამი უდიდესი დაპირება, რომელმაც აბრამის მომავალი სამუდამოდ უნდა შეცვალოს. პირველი, ღმერთმა უთხრა, რომ მისი ოჯახი გახდებოდა ისეთი დიდი და უამრავი, როგორც ცაზე ვარსკვლავებია და შექმნიდა მთელ ერს. მეორე, რომ ამ დიდ ოჯახს ექნებოდა თავისი საკუთარი ლამაზი მიწა და მესამე, ყველაზე მთავარი, აბრამის წყალობით მთელი სამყარო მიიღებდა სიკეთეს. რა საოცარია, არა? მაგრამ მოიცადეთ. მიუხედავად ამ შესანიშნავი დაპირებებისა, იყო ერთი ძალიან დიდი პრობლემა, რის გამოც ეს ყველაფერი უბრალოდ შეუძლებელი ჩანდა. და ეს პრობლემა იმდენად სერიოზული იყო, რომ ალბათ ნებისმიერ ჩვენგან შეეპარებოდა ეჭვი ღმერთის დაპირებაში. საქმე იმაშია, რომ აბრამი და სარაი უკვე საკმაოდ ხანში შესულები იყვნენ. აი დაახლოებით ისეთი ასაკის, როგორებიც თქვენი ბებიები და ბაბუები არიან. ხო და ეს იყო მთავარი კითხვა. როგორ უნდა გამხდარიყო უშვილო, მოხუცი წყვილი, უზარმაზარი ერის სათავე? ლოგიკურად რომ ვიფიქროთ, ეს ხომ სრულიად შეუძლებელი იყო. დაპირება მაშინმე არ შესრულებულა. არა. აბრამს და სარაის მოუციათ ლოდინი. ძალიან დიდხანს. წარმოიდგინეთ, მათი რწმენა ყოველდღე იცდებოდა. მათ უნდა გაგრძელებინათ ღმერთის ნდობა, მაშინაც კი, როცა თითქოს არაფერი იცვლებოდა. და ბოლოს, როცა იმედი შეიძლება უკვე გადაწურულიც ჰქონდათ, მოხდა სასწაული. ღმერთმა შეასრულა თავისი პირობა და მათ შეეძინათ შვილი, პატარა ბიჭი, რომელსაც ისააკი დაარქვეს. პირველი დაპირების შესრულება დაიწყო. აბრამის ეს ამბავი გვასწავლის, რომ რწმენა და ნდობა მხოლოდ ერთი თამამი ნაბიჯი კი არ არის. ეს არის მოთმინებაც, ლოდინიც და იმედის შენარჩუნებაც, მაშინაც კი, როცა დაპირების ასრულებას დიდი დრო სჭირდება. აბა დაფიქრით, ღირს კი ლოდინი იმისთვის, რაც ძალიან გვინდა, ამ კითხვით დაგტოვებთ დღეს.